აბა, მოვიდა? ვინ? ჩაკი? არა, ის არ მოსულა. რატომ ელოდები მას ასე ძალიან? რატომ და იმიტომ? იმედი გაქვს რომ პალმაზე წაგიყვანს? არა, მაგრამ ველოდები. გონი ჩაკი საერთოდ არ გაქცევს ყურადღებას. ასეა? ეს არ არის სიმართლე, ვგზნობ რომ მალე პალმანი გვექნება. აი ნახავ. არაფერიც არ გექნება, აი ნახავ. ჩვენ ერთად ვიქნებით. ზუსტად ვიცი. საიდან იცი? ეს მკითხავმა გითხრა? რა იყო? არ გჯერო მკითხაობის? ნამდვილად არა. ამელკა გამუდრებით მკითხაობს ჩემს ბედზე და ამბობს რომ ყველაფერი ამიხდება. სანამ ყველაფერს საკუთარი თვალით არ მახავ, არ დავიჯერე. თუ გინდა ნახე, ამელკასთან წავიდეთ. მოდი წავიდეთ. ამაკა რასაკეთებ? დაკავებული ხარ? უბრალოდ მუსიკას უსმენ. კიტი მეუბნება რომ მის ბედზე მკითხაობ და მომავლის დანახვა შეგიძლია. ეს მართალია? დიახ, უთხარი მას, ულნას არ სჯერა. მართალია, ბედის გადმოცემის მრავალი გზა ვიცი. ჩემსაც მეტყვი? ეს ყველაფერი ძნელი დასაჯერებელია. კარგი, გეტყვი, მაგრამ უნდა მოემზადო. მიდი. გაოგნებული დარჩები, ამელკა ნამდვილად მაგარია ამაში. შენ უბრალოდ ადვილად მოსატყუებელი ხარ. სულაც არ ვარ. პირველი დღე არ არის, რაც გიცნობ. აბა მზად ხარ? დიახ, შეგიძლია დაჯდე. ამელკა, რამდენი სახის მკითხაობა იცი? არასდროს დამითვლია. მოდი ერთად დავითვალოთ. დაიწყე მკითხაობა, შეწყვიტე საუბარი. დაიჭირე ეს სანთელი ხელში, ის შენი ენერგიით უნდა იყოს გაჯერებული. მიდი, დაატრიალე, შეეხე. აბა მზად ხარ? გონი კი, სად ვარ? თუ მოიტუები, იცოდე, არაფერი გამოვა. ანთე სანთელი. წყალო, დამეხმარე საიდუმლოებების გამოვლენაში. დაიჭირე სანთელი ისე რომ ცვილი წყალში ჩაეწვეთოს. რა არის შემდეგი? კონცენტრირება. დუნა, ნუ იცინი, თორემ სული შეიძლება გაბრაზდეს. ძდელი ამ ყველაფრის სერიოზულად აღქმა. სანთელო, მომეცი ყველა პასუხი. დამეხმარე ვნახო რა გველის მომავალში და აი ყველა საიდუმლო გახდეს ნათელი. დუნა, ჩააქრე. ამელკა, ესა შელოცვა? ერთმაჯადო ქარმამაჩუკა თავისი დღეული, აქ ბევრი შელოცვა. ვაუ, შეიძლება რომ მეც წავიდით, ხო? მითხარ რომ არავის არ უნდა მივცე, თორემ მობედურება მოხდებაო. ო, მაშინ დამალე რომ არავინ იპოვოს. მას როდის იქნება ჩემი პროგნოზი? რას ხედავ? ხედავ უზარმაზარმთას და მის გარშემო დღეს. და რას ნიშნავს ეს? ჯერ არ ვიცი. იქნებ ეს რაღაც მინიშნება? როგორც ფრთები არის სირთულეები. კიტი გაჩუმდი. ამბელკა განაგზე საუბარი. მე ასევე ვხედავ ჩანთას, გზას და მატარებელს. კარგი, ამბელკა, ვინ გითხრა? რა მითხრა? დასასვენებლად რომ მივდივარ მთაში. არავის უთქვამს. ბესპირველად მესმის. ნუ მასუელებთ, კარგი რა, ვიღაცამ გითხრათ. ისე ვერ გაიგებდით. უბრალოდ ამელკამ მკითხაობს. კარგი რა, შენ ამბობ რომ მანეს დაინახა წყალში წვეთებზე? თუ არ გჯერა, მეც აღარ გიმკითხავებ. სხვა რამე მითხარი. სხვას ვერაფერს ვერ ხედავ, ძალიან ცოტა ცვილია. კარგი, ვიცოდი. ასეც ვიცოდი. არაფერი უთხრათ მას, თუ არ უნდა, ნუ დაიჯერებს. ახლა მე მიმკითხავე. კარგი, შენს ბედს გასაკუთრებულად მიმკითხავებ. ხელები სუფთა გაქვს? ახავე დავიბან. აგეცოდება საწყალი კიტი? რაზე ლაპარაკობ? რაზე და? მას ყველა შენი მოფიქრების სჯერა. მოგონება არ არის, დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობდი მომავლის პროგნოზირებას. შენ ვერ მომატყუებ, ვიცი რომ ყველა მკითხავი თაღლიცია. შენ იტყუები. ისინი სუფთად გამოიყურებიან, სამჯერ დავიბანე, ასევე ანტისეპტიკით გავიწმინდე. ოჩაღ, ახლა დაჯექი.
და შენ წადი აქედან თუ არ გძერა. ხო, მაგრამ თქვენაერ გიჟებს კიდევ სად ვნახავ? ახლა დაგარტყა. ჩუმად ვერ მუშაობ, როცა გაშემო უარყოფითი ენერგიაა. კარგი, ბოდიში. დაინახო რისი ნახვაც და რა უნდა გავაკეთო? გაშალე ხელი. მე ახლა წავიკითხავ შელოცვას და შენ გაიმეორე. ნელა წაიკითხე. ჯადოსნურო ძალებო, ისმინეთ ჩემი თხოვნა. ჯადოსნურო ძალებო, ისმინეთ ჩემი თხოვნა. დაე, ჩემან თვალებმა მომავალი დაენახონ. დაე, ჩემმა თვალებმა მომავალი დაინახონ. დაე, ბედი ამსაღებავით შეიღებოს. დაე, ბედი ამსაღებავით შეიღებოს. ახლა ხელისბური ქაღალდზე დააჭირო და გააჩერი 10 წამის განმავლობაში. ასეთი ვეხი ნამდვილად არ მინახავს. რა თქმა უნდა, ეს არის საავტორო მკითხაობის გზა ნამდვილი ჯადოქრისგან. ნამდვილისგან. ახლა ნახოთ როგორ მუშაობს იგი. რა არის იქ? თუ რამე ცუდია, მაინც მითხარი რომ მიცოდე. გთხოვ? არ ინერვიულობ, ცუდს ვერაფერს ვერ ხედავ. მითხარი სწრაფად, ნუ მალოდინე. მე ვხედავ ბიჭს. ეს ჩაკია. მე ვერ ვხედავ მის სახეს, მაგრამ ის შენზე ფიქრობს. ეს ნამდვილად ჩაკია. ფიქრობ რომ რაღაცის მოცემა სურს. ჩუქება. და რა არის? კიტი, შენ უკვე მაბრაზებ. ამილკამ თავად უნდა თქვას. დაცადე. ის მოგცემს იმას, რაც გსურს. როდის? ეს ძალიან მალე მოხდება. სულ მალე. ძალიან მალე კონცეფცია ძალიან ფართოა. წავალ, კარს გავაღებ. ხედავ რომ სწავლის გამოსწოლება გჭირდება. ო, სწავლაზე ნუ ვილაპარაკებთ. ჯობია მითხრა, რას ხედავ ჩაკზე? რას ფიქრობს იგი ჩემზე? ჩაკს საერთოდ ვერ ხედავ. შეუძლებელია, ისევ შეხედე. ეს არის კურიერი, მას საჩუქარი აქვს კიტისთვის. საჩუქარი ჩემთვის? ჩაკისგან არის, ვიცოდი. შენ ხედეთ, გოგოებო. ის ციგნია? დიახ, ეს არის ციგნი, რომელიც საკითხავს მინდოდა, მაგრამ ვერ ვიშოვე. ვისგან არის? არის რამე დაწერილი? არ წერია ვისგანა. იქნებ ის შენ თვითონ შეუკვეთე. ამილკა, შენი პროგნოზები ახტა. ხედავ, როგორც შენ თქვი. რა თქმა უნდა, ჩემი პროგნოზები ყოველთვის ხდება. ჩვენ არ ვიცით, ვინა ჩუქა მას ციგნი. ვერ დავინახე ვისგან იყო საჩუქარი, ეგ საიდუმლოდ დარჩა. შესაძლებელია თუ არა ამის გარკვევა მკითხაობი. ება უმეცი ვიფიქრო. ალბათ, კი, ერთი მკითხაობა ვიცი. რა არის მეთოდი? X ვკითხავთ, ვინ გამოგზავნა? გამარჯობა ციგნო, ვინ გამოგზავნა? კიტი შემიკვეთა მახასიდან. არ არის სასაცილო დააბრუნე, დუ ვიხუმრებთ, თორემ ციგნი არაფერს იტყვის. მან მე უკვე მითხრა. ლუნა, ახლა იცოდე გაგაგდებ აქედან. კარგი, ჩუმად ვიქნები. დაჯექი ჩვენთან, შენ დაგვეხმარები. კარგი. ციგნი მოითხოვს საკუთარი თავის პატივისცემას. ყველა მუდამ მიესალმოს მას ასე. გამარჯობა ციგნო. აუპიზიარე შენი სიბრძნე და უპასუხე ჩვენ კითხვებს. ახლა შენ. გამარჯობა ციგნო. მე არ მჯერა მკითხაობების, მაგრამ პატივს ვცემ ციგნებს. ჩემი ჯერია. გამარჯობა ქალბატონო თუ ბატონო ციგნო. მე თქვენ დიდ პატივს გცემთ. მე თქვენი ბევრი დაძმა წავიკითხე. ხო, მითხარი ჩაკის შესახებ. საკმარისია, ახლა შეგიძლია დასვა შენი კითხვები. ციგნო, მითხარი. ჩაკი ფიქრობს ჩემზე? კიტი აქ წერია? არა. ერთხელ მხოლოდ ციგნია. კარგი კიტი, შენ თქვი რომ გჯერა მკითხაობის, ასე რომ მიიღე. ისე შესაძლოა ჩაკს ზინავს ან საშინაო დავალებას აკეთებს. მას არ სჭირდება მუდმივად ჩემზე ფიქრი. დიახ, დამშვიდი. მე ჩაქსე სულ არ ფიქრობ. ძილშიც კი ჩაკს ელაპარაკობ. მე კიდევ ერთი კითხვა მაქვს ციგნთან. კითხე. ციგნო, მითხარი, ვინ გამოგზავნა? როგორ ფიქრობთ, არის ციგში ადგილი, სადაც ნათქვამია ჩაკმა გამოგზავნაო? შეიძლება ეწეროს თაყვანის მსმენელი ამ მსგავსი რა. რაღაც ესეთი. ო, და აქ წერია. აქ წერია ძვირფას კიტის ლეოსგან. ლეო, სერიოზულად ეს ბავშვი? მერე რა მოხდა? შენ ეს ციგნი გინდოდა და მან შენთვის იპოვა. გაჩუქა. ხო, მაგრამ ჩაკისგან მინდოდა საჩუქარი. შემიძლია დავშვა შეკითხვა? იკითხე. აფერის არის სამაჯური ჩემს ჭიბეში? კარგი. კარგი. ციგში ნათქვამია რომ შენი სამაჯური შავია. ეს ალბათ უბრალოდ დამთხევა. შენ უკვე ბევრჯერ დარწმუნდი რომ ის მუშაობს.
კიდევ ერთი კითხვა მინდა დავსვა. Ამდენ ქულას დავაბრუნეთ გამოცდაზე? ამილკა რა მოხდა? ფურცლით თითი ვიჭერი. აბა იქნება პასუხი თუ არა? სიგნალ თქვა რომ განაწყენებული არის. წიგნის ადგილას რომ იყო მეც ყინებოდა. შენ მას ჩვეულებრივი კითხვები უნდა დაუსვა. სწავლა წვილობას მივხედავ. აბა ახლა დარწმუნდი? დიახ, მე მომწონს კითხაობა. უბრალოდ სხვა კითხვები უნდა დამესვა. და ვინ შეგიშალა ხელი მათ დასმაში? მეგონა არ იყო სიმართლე. ახლა მჯერა და დავრწმუნდი. ისე არა უშავს, ამილკა სხვა ბედს გეტყვის. ფათაშობი სად არის ის? უკვე მაქვს კითხვები. ის საძინებელშია, წავიდეთ. რას გავაკეთებდი ამ დეჟურის გარეშე? ამილკა გითხარი სხვა ბედი. ერთი წამი ახლავე გამოვალ. ეს ჩადოქრის დღიურია? გადით გარეთ, უნდა დავმალო. ნორჩა, შეგიძლიათ შემოხვიდეთ. ამილკა, შეგიძლია რომ კიდევ გვიმკითხაო? გამოცულები არ გააბრაზოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი გავიგე. აღარ გავაკეთეთ. მოდი გავაკეთოთ ჩემი საყვარელი მკითხაობა დაბადების თარიღით. ასახის მკითხაობაა ეს. მაგალითად, შენი დაბადების დღეა 2010 წლის 14 იანვარი. წლის პირველი თვე. პირველ რიგში დაბადების თარიღს ვყოფთ კომპოზიციურ რიცხვებად 1 + 4 + 0 + 1 + 2 + 0 და +1 + 0 უდრის 9-ს. ანუ ყველა რიცხვი ერთმანეთს უნდა დაუმატო? თუ შედეგი ორნიშნაა, ისე უნდა დაამატო ისინი. სანამ არ მიიღებ ერთ ციფრს. ორნიშნა რიცხვით არ გამოდის. ბავშვებო, გინდათ რომ გიმკითხაოთ? მაშინ დათვალეთ ჩვენთან ერთად. დიახ, კარგი აზრია, მაყურებლებო, შემოგვიერთდით. დავასრულე, დავთვალე. მაქვს ნომერი 2, მე მაქვს ნომერი 9, მე მაქვს 2. მოდით ნახოთ შედეგები. ბავშვებო, აბა მზად ხართ? თუ არა, მაშინ დააპაუზეთ და დაითვალეთ. ამილკა, სად არის თევანდელი პროგნოზები? ისინი ჩემს პლანშეტშია. პროგნოზი მათთვის, ვისაც აქვს ნომერი 1. თქვენ ელოდებით უამრავ ახალ მეგობარს, რომლებიც გახდებიან თქვენი მეორე ოჯახი. ასე რომ ნომერი 2. თქვენ შეისწავლეთ ახალ რაღაცეებს, რაც დაგეხმარებათ გახდეთ უფრო ჭკვიანი და ნიჭიერი და უკეთესი. ნომერი 3. თქვენ გექნებათ ბევრი თავგადასავალი და აღმოაჩეთ სამყაროს, რომელიც სავსეა სიურპრიზებით. მეორე პროგნოზი ჩემზე იყო და ჩემზე. ჩემი ჯერ კიდევ შორსაა. ნომერი 4. თქვენ აღმოაჩენთ თქვენს უნიკალ მომენტს, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ საუკეთესო და შორის. ნომერი 5. თქვენ შეძლებთ დაეხმაროთ სხვებს და გააკეთოთ კარგი საქმეები, რაც ამ სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს. სიკეთეები. ნომერი 6. სირთულეებს წააწყდებით, მაგრამ მათ გადალახვას თქვენი უნარების წყალობით შეძლებთ. არ გაგიჭირდებათ. ნომერი 7. თქვენ იბრძვით თქვენი თვითგამვითარებისა და თქვენი უნარების მუდმივი გაუმჯობესებისკენ. ნომერი 8. მიიღებთ უამრავ სიყვარულს და ზრუნვას თქვენი საყვარელი ადამიანებისგან, ვინც ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით. ასე რომ ნომერი 9. ეს ჩემზეა. თქვენ იბრძვით თქვენი ოცნებებისთვის და ისინი ერთხელ აუცილებლად დახტება. რადგან ძლიერი და ნიჭიერი ადამიანი ხართ. სულ ეს არის დღეისთვის. ბავშვებო, დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ ჩვენთან ერთად კითხაობა. ძალიან ვისიამოვნე, ყველა სიტყვა უკან მიმაქვს. ბოდიშ ვიხდი. მე შეგეუბნებოდი. ამილკა, სასწრაფოდ უნდა მითხრა ბედი. მიმკითხავე. ხო, გამოცდა მაქვს. მე კიდე ჩაქსე უნდა მემკითხაო. შესანიშნავია, პარალელურად კითხალობის სხვა ხერხს გადავამოწმებ. ჭიდროდ დაიჭირე ისინი მუჩში და შეანჯღრიე. ახლა დაყარე ისინი შენს წინ. აბა რა სიტყვი? ხედავ რომ მალე ახალ მეგობარს იპოვი. ვიღაცას გაიცნობ. მაგარია. მე ეს არ მაინტერესებს. რა მოხდება მე და ჩაკ შორის? ჩაკთან? ხედავ რომ შენ და ჩაკი ერთად იქნებით. ესე იგი სხვა ვერაფერს ხედავ ჩაკზე. ასამწუხაროა. ჩემი ჯერია, ძალიან ნერვიულობ გამოცდაზე. ლუნა ლობიო აკრიფე. მივხედავ შენს გამოცდას. და რა არის იქ? რამე ცუდია? ნახე ეს ლობიო? ეს შენი მასწავლებელია.
დიახ, ძალიან გავს. გამოსტაზე ძალიან გაბრაზდება და იგი შემდეგ ვიღაცის განწყობას ძალიან გააფუჭებს. უნდეს არა, რა უნდა ვქნათ? ხედავ რომ თუ გადაწერას ეცდები, გამოვიჭერენ. არ უნდა გადაწერო. ესე იგი საქმე ცუდად მაქვს. შეგიძლია გავარკვიოთ რა დავალებას მიიღებს იგი გამოსტაზე? ასეთ შემთხვევაში ჯობია ბედისწერას არ ვენდოთ. და რას მირჩევ? სწავლას. მე ყოველთვის ვსწავლობ. ამაკა ძალიან მთხო, მითხარი რომელი ბილეთის ნომერი მექნება. ძალიან მინდა ვიცოდე. ვიცდები, მაგრამ ვერაფერს გპირდები. აური ეს ბარათები და იფიქრე გამოსტაზე. მე ისედაც სულ გამოსტაზე ვფიქრობ. რამდენი ბილეთია გამოსტაზე? 30. ბარათები აჩვენებს რომ შენ მიიღებ ბილეთს 17 ნომრით. მადლობა, მაგას ვისწავლი. სერიოზულად, ერთ ბილეთს ისწავლი? მხოლოდ ერთ? თუ ბარათები ასე ამობენ, რატომ უნდა ვისწავლო სხვა ბილეთები? მე ვენდობი პროგნოზებს, მაგრამ ასე ძალიანაც არა. უნდა ჯობიაც ახვიდე და კარგად ისწავლო. არა, მოდი კიდევ ვიმკითხაოთ. შეცდომას უშვებ. ამელკა, შენს დედავს გავხარ. გაჩერდი ამელკა, ნუ აიძულებ მას მოემზადოს. თუ არ უნდა, ეს ჩვენი საქმე არ არის. ამელკა, შეგიძლია სურათების საკითხვა? შემიძლია ცოტა ხნის წინ ვისწავლე. აიღე. რაკსუს იცოდე მის შესახებ? მინდა ვიცოდე რა აინტერესებს და როგორი ხასიათი აქვს, როგორი ადამიანია. ვინ არის? პირველად ხედავ მას. ეს ჩემი მეგობარია, ჩვენ ინტერნეტში გავიცანით ერთმანეთი. მაშინ დასაგებია. ჯერ უნდა ჩავატაროთ რიტუალი. თალაგე და ანთე. გასაკეთებ, ეს აუცილებელია ადამიანის დასაცავად. რისგან ჩვენ გავხსნით მის სულს. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ ის გაიქცეს ამ ფოტოდან. საინტერესოა. კითხაობა საშიში რამ არის? კარგად უნდა მოემზადო. ხედავ, რომ ადამიანს უყვარს ცხოველები. უყვარს სწავლა და მოგზაურობა. მაგარია, თქვენ შეყვალებულები ხართ? არა, ჯერჯერობით ხოლოდ ვსაუბრობთ. ამელკა, რას ფიქრობს ის ჩემზე? ფოტოზე ხელი დაადე. მე ვხედავ, რომ ის შენს ფოტოებს უყურებს. ხედავ, ის ახლა შენზე ფიქრობს. ამცავს ფიქრობს. ეს ის არის. მაგარია ამელკა. შენ ყველაფერს ხედავ. და რა მოგწერა? გამარჯობა, როგორ ხარ? ლუნა, კარგი რა. მიდი შეხვდი მას, რას ელოდები? მაგრამ არც კი ვიცი სად ცხოვრობს. ასე რომ კითხე, მას აფსოს პასუხის გაცემა. რა მოხდება თუ ჩვენ თვითონ გავიგებთ? ჩვენ ხომ კითხავი გვყავს. მართალია, ამელკა, შეგიძლია გაიგო სად ცხოვრობს? მე ვიცი ერთი გზა. ლუკა მჭირდება. მე მაქვს, ახლა ვერ მოვიდან. პოლონი მის ენერგიით იქნება გამშაურული და დამეხმარება მის პონაში რუკაზე. ახლა ამელკა გაარკვეს მის მისამართს და შენ წავხვალ მის მოსანახულებლად. ის გაუცდება. მიდი ამელკა იჩქარე. ახლა გავარკვევთ ზუსტად სად ცხოვრობს. ახლა ჩვენ ვიცით სად ცხოვრობს. ლუნა, გამოიძახე ტაქსი. შენ არ გჭირდება ტაქსი თუ ის ესპანეთში არ მიგიყვანს. ესპანეთში? დიახ, გულსაკედი აჩვენებს, რომ ის ესპანეთში ცხოვრობს. როგორ თუ ესპანეთში? მიწერე მას და კითხე. სხვათა შორის ხედავ, რომ მოდეს მე ესპანეთში იქნები. მან მომწერა. მართალია, საიდან გაიგე? უბრალოდ არ უთხრა, რომ კითხავი მეგობარი ყავს. თორემ მას შეეშინდება. რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ. იცი სიყვარულის შელოცვების გაკეთება? ჭადოქრის ლიურში ბევრი რამ წერია, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ. ამელკა ძალიან მჭირდება. არა, ნუ მთხოვ ამას. დაგიჩოქებ კიდევს. მხოლოდ ერთხელ ჩვენ მეგობრები ვართ. არა და მორჩა დავიღალე. კითხაობა დიდ ენერგიას მოითხოვს. ჭანდაბა ამელკასგან კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. მე ძალიან მაწყენინა, რა არის ეს? არ სურს მეგობრის დახმარება? კარგი, გამოცდისთვის ვაპირებ სწავლას. კარგი. როგორ ფიქრობ, რა უნდა ჩავიცვა გამოცდისთვის? ეს თუ ეს? მე მეკონა სასწავლად წახვედით, ასაც მისასარჩევად კი არა. დრო ჯერ კიდევ მაქვს. დამეხმარე არჩევაში. იცი თუ არა რომ თითოეული ფერი საკუთარ ენერგიას ადარებს? მართლა და რა ფერი დამეხმარება გამოცდაზე? არ ვიცი, მე არ ვარ მკითხავი.
წავალ ამელკას ვკითხავ. ამელკა, დამეხმარე, გამოცდისთვის ტანსაცმელი მჭირდება. დამეხმარე არჩევაში. ლუნა, გატრიალდი. აი, წაიკითხე ეს შელოცვა მონეტაზე და შეძლებ 3 კითხვის დასმას. მადლობა. ახლა წადები დაზიანებას ვაპირებ. მონეტა, რა სამოსი ჩავიცვა ამოსთვის? თუ მონეტა წინა მხარეს დავარდება, მაშინ ეს. თუ უკანა, მაშინ ეს. ო, უკანა. ანუ ეს. რასაკეთებ? ამელკა მომცა ჯადოსნური მონეტა. ის ყველა შეკითხვას პასუხობს. მაგარია, მომეცი. არა, ის მხოლოდ 3 კითხავს პასუხობს. ვერ მოგცემ. და შენ ერთი მცდელობა 60-ის არჩევისთვის დახარჯე? კარგი რა, ლუნა. ხო, რა იყო? სისრულე და გააკეთე, მომეცი აქ. არა, ეს ჩემი მონეტაა. ნება მომეცი ერთხელ ვჩადო. არა. შენ კითხვებს გაფლანგავ. სად არის? ეს ყველაფერი შენს გამო მოხდა. ხარბი რომ ყოფილიყავი. სად დაიკარგა? არ ვიცი, შეიძლება საერთოდ ვერ ვიპოვოთ. ვიპოვე. რომელია ჯადოსნური მონეტა? არ ვიცი. ვერ განვასხვავებთ. ისმინე ავიღოთ ამელკას თიური და მოვყვეთ საკუთარი ბედი. ასე ჯობია. არა, გაგიჟდი? საშიშია. თხილად ვიქნებით, ამელკაზე უარესები ვართ და ვერ გავაკეთებთ ამას? არა, მეშინია. შელოცვის გაკეთება ხომ გინდა? შელოცვის? მინდა, შემდეგ დღეოს ავიღებთ, სწრაფად მოვუყვებით ბედს და დავაბრუნებთ. ამაგა მას კარგად მალავს. მე დავინახე, რომ მან ციგნი საბნის ქვეშ დამალა. მუა, ჩემო ძვირფასო. ახლა იმდენ რამეს გეტყვი. არა, ჯერ შელოცვა. კარგი ციგნი გვაქვს. მოდი ახლა შელოცვა მოვძებნოთ. ეს რა იყო? ალბათ კუჩაში იყო. დიახ, აი ეს შელოცვა. გჭირდება თქვენი საყვარელი ადამიანის ფოტო, მისი ნივთი და თმა. სავარსკრინა რომ მოვიტანო? ეს არ წავა, სურათი მოიტანე. ყოველთვის თან დამაქვს. აი ფოტო და კალამი. ერთხელ მათხოვა და აღარ დაუბრუნე. ახლა საჭიროა რომ კალამს და ფოტოს შენი თვა შემოახვიო. რა არის შემდეგი? ვაი! და რა იყო ეს? კუჩაში დამთვალად არ იყო ეს. თქვენ სიმშვიდე დამირღვიეთ. ვინ ამბობს ამას? იქნებ ამელკა ხუმრობს? ვინც ხვისინითი უკითხავად აიღო, დაისჯება. ეს ჯადოქარია. ის თხიურზე ამბობს. გოგოებო, რასაკეთებთ აქ? ამელკა, ეს შენ ხარ? გთხოვ, არ გვეჩხუბო, ეს ყველაფერი მონასბრალია. გაგიჟდით, მე გავაფრთხილეთ. გთხოვეთ, ეს ყველაფერი კიკის ბრალია თავისი სასიყვარულო შელოცვებით. კიტის ბრალია. შენ თვითონ შენ მომთავაზე რომ მე დაგხმარებოდე თეორიის მოპარვაში. გაჩერდით, დამშვიდდით. ამელკა, რა მოხდა ახლა? ჩვენ ახლა დავიწყევლეთ. აიღე წევლა, გთხოვ, ამას აღარ გავაკეთებ. დიახ, ამელკა, უბრალოდ აიღე წევლა. არ შემიძლია მისი აღება. რატომ? მთელი ჩემი ენერგია ვკითხაობას დავახარჯე. მე ვიცი, ვინც მოგცემს ძალას. ლაიქები და გამოწერები ჩვენი მაყურებლებისგან. ბავშვებო, დაალაიქეთ ვიდეო და დაგვმუხტეთ პოზიტივით. თქვენ ძალიან გაგვახარებთ. ჩვენ ეს თქვენ გარეშე არ შეგვიძლია. და თუ ყველაფერი გამოგვივა, ჩვენს ახალ საინტერესო ვიდეოში შეგხვდებით. ნახვამდის ყველას!